ვარ ანდრია აბაშიძე 9 წლის. სწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში. უკვე 5 თვეა ვთამაშობ დინამო ბათუმში. ფეხბურთზე შესვლა იმედო გადავწყვიტე, რომ ძალიან მიყვარს. მით უმეტეს ვაფასებ დინამო ბათუმის აკადემიას. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლის გატანა. მთლიანად ჩემ კარიერაში მაქვს 500 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მე და ჩემი გუნდელი მივდიოდით წინ და ჩემ გუნდეს გაუკეთეს პატკადი. შემდეგ ჯარიმა საჯმა გადაწყვიტა, რომ მე დამარტყმევიოს და როდესაც დავარტყი, გავიტანეს ხრიანში გოლი. დინამო ბათუმში ჩემი მწვრთნელებია ლუკაო კუჯავა და ზაური სურმავა. ლუკა მასწავლებელი არის კაცრი, მაგრამ სამართლიანი. ზაური მასწავლებელი არის მხიარული და საყვარელი. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება მგონია ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. უკვე 4-ჯერ მქონდა შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა დელფინებთან მატჩი, იმიტომ რომ 10-0 მოუგეთ. მაგ თამაშში გავიტანე 2 გოლი და მე ვიყავი ყველაზე საუკეთესო. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებ 20 ნობრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომდგენია. თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმის აკადემიაში, შემდეგ გადავალ ტორპედოს აკადემიაში, შემდეგ გადავალ ბარსელონაში, შემდეგ რეალში და ისევ დავამთავრებ კარიერას რეალ მადრიდში. ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 70 წლამდე. დასრულების შემდეგ გავხდები მწვრთნელი, რომელ გუნდს გავწვრთნიდა დინამო ბათუმის აკადემიას. ჩემი საყვარელი ფეხბურთელებია ჟორჟ მიქაუტაძე და კრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდებია დინამო ბათუმის აკადემია და რეალ მადრიდი. ფეხბურთზე შესვლა იყო ჩემი ოცნება და ეს ოცნება ავიხდები. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებელი და კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ევა დავითაძე. ყველაზე ცელქი არის ანდრია მახაჭაძე. ყველაზე ჭკვიანია მარიტა მიქელაძე. ყველაზე მშვიდია ნინიკო ხაბაძე. წელს რომ მოვიყვან ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ რატის და სალომეს. ჩემ ცოლს დავარქმევ მარიამს. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის მაია გორგილაძე. იმიტომ რომ საყვარელია ჭკვიანი, კეთილი და ზრუნავს ჩვენზე. რაც მთავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. რო გავიხდები მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გავხდები მწვრთნელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ბეტმენი. ეხლა მინდა 15 წლის ვიყო, იმიტომ რომ დასრული ვიქნები. უფრო მეტი დრო მექნება მეგობრებისთვის და უფრო მეც გავაკეთებ ოჯახისთვის. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი პატარა ძაღლი. მინდა მყავდეს ერთი ძმა. მამიკო არის ძლიერი, შრომის მოყვარული და ჩემსავე ჩემპატიური. დედიკო არის ლამაზი, მაღალი, მზრუნველი, გულთბილი და უყვარვარ ძალიან მე. ახლა არის ემიგრაციაში და სულ მენატრება. ჩემი აზრით ამ ვიდეოს რომ ნახავ სიხარულისგან იტირებს. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ავოკადოს სალატი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი პერსონაჟი არის ნარუტო. ჯადოს ნორჯოხი რომ მქონდეს გავფრინდებოდი მადრიდში. სამოგზაუროდ კიდე წავიდოდი დიდი სიამოვნებით იტალიაში. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 15 Pro. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ძაღლი როცა მომიყვანეს სახლში. ჩემს ძაღლს ქვია ლუი და ის არის თბილი, გრძელი და საყვარელი. არაო ცხოველებიდან მინდა მყავდეს სახლში ვეღარ. ძინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელიც სუპერძალა მინდა რომ გქონდეს. მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მაგალითად, მე გავფრინდებოდი კოსმოსში დედასთან ერთად. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, დედიკოს მალე ჩამოსვლა და ოჯახის ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.